სანამ კითხვას დასვა, ბატონო მურვან, ერთ პატარა ამბავს მოყვები, რომ ზაფხულში რაღაც ცოტა კამათებით მოგვიდა მე და ჩემი მეუღლე და ცოტა უთანხმოება ქონდა. არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს და თქვენ სპექტაკლზე ადრევე გქონდა ნაყიდი ბილეთი და მაინც არ გავაცნეთ და მოვედით. ორივე სპექტაკლზე და სპექტაკლიდან წავედით შეგიგებოდა. აუ, აბა შენა ღმერთმა, მეტი ჩემი ფუნქცია არაფერი, ხელოვნება და ეს არის. აი, აბსოლუტურად დაგვავიწყდა ყველაფერი და ხელი-ხელ ჩაკიდებული წავედი. გაიხარე. აბარა, ეს არის ხელოვნება. აი ეს არის რომ რატო ნერვიულობ მეტყვიან ხოლმე სახში. რამდენჯერ წაგიტყული. ვიდეო ნერვიულობ რომ აი ეს უნდა დაემართოს რაც თქვენ და თქვენ მეუღლეს დაემართო. ნერვიულობთ ხოლმე ეს სპექტაკლი. აუცილებლად. მართლა. თუ არ ნერვიულობ არ ახარ ხელოვანი. მსახიობი არ ახარ. მე ნერვიულობა იმას კი არ ნიშნავს მე რო გამოხვალ და მაგრამ იქამდე ის ნერვიულობა არის სამზადის. რომ შენი გრადუსზე ყავდეს სულიერი სამყარო, რომ შენ მზად ახარ ახლა ეს სიტყვა, ესე თქვა, რომ წინაპართიდან წავიდა ყველა. უნდა თქვა რაღაცა აი ის და აი ამაზე ნერვიულობ, ამას სწორად ვიტყვი თუ არა. ნუ მე ვამბობ, ახლა რამდენი ლექსია, მაგრამ სიგარეტი მთხოვა. ხო, რა კარგია, ხო, რა. არაფერი არ არის, ვეულები ახლა ამ დროს მაყურებელს რომ აი ესეთი თბილისი იყო რა. მოდი რა ახლა რა გინდა შენი ხარესხა იმის პოზიცია საქართველოს გიყვარდეს და ვიღაცა უცნობი კაცი სიგარეტი მოგცემ მოუყიდეთ და ძმა გახდა უცნობი. აი ეს არის სათქმელი. ეს არის სათქმელი. დილის ბინში ვერისიძე მოუყიდეთ. თონდა გადამოვიდა ოდიშის მოხდით გამაჩერა სიგარეტი მივად გაიხარა გაცმა მოვიდეთ ტრალა რომ გავამორე გულის სკერზე დათვა სხვა მადლობა რადროა უკითხა მეუთხარი ხუთი იყო დილის ხიდზე დავჭი ის კარი და ლამა შეუზახა თბილის და გედენი ვერის